გამარჯობა, მე ზურაბ ღამბაშიძე ვარ. ქართულ ხალხურ საკრავებს ვამზადებ. ჩემი გაკეთებული ფანდური მომიტანეს შესაკეთებლად. როგორც იციან ხოლმე, ბევრი დაკვირით პირისპიცარი გაცვდა სიმების ზევით და ქვევით. პირი შემიცვალეო, შევცვალე და ასე თხელი ფიცარი ფირფიტა დავაწებე. ქვევრი როგორც ვაკეთებ ხოლმე, დამცავი არის. მოადვილად არ გაცვდეს პირისპიცარი. ალბათ 8 წლის წინანდელია, ზუსტად მასაც აღარ ახსოვს რამდენი ხნის წინანდელი ფანდურია. თუთის ფიცრებით არის მუცელი, შეკრული. ბევრი ნახავს და ეს არ არის მასიური ხის ფანდურიო იტყვის. რას ნიშნავს მასიური ხის ზოგადად საკრავი? რას გულისხმობენ, როცა ამბობენ მასიური ხის საკრავს? მოდი ჯერ იმას ვიტყვი, ქართველები რას გულისხმობენ მასიური ხის ფანდურს როცა ამბობენ, ან გინდათ ჩონგური იყოს, გინდა ბანი ფანდური იყოს. მასიურს როცა ამბობენ, გულისხმობენ რომ მუცელი ესე ნაწილ-ნაწილ არ უნდა იყოს, გინდა ნაჭრებად შეკრული. უნდა იყოს გამოთლილი ეს მორი შუაზე გახეთქილი, უნდა ამოაღრუონ, გარედან გათალონ და ამას უწოდებენ მასიური ხის ფანდურს. და რა კი ტარის ნაწილი ამხელა მასალა უქმდება, ამიტომ მასალა რო დავზოგოთ, გადაჭრეს შუაზე ეს მორი, მეორე ნაწილითაც მუცელი გამოიყვანეს, მეორე ნაწილისგანაც მუცელი გამოიყვანეს და ტარი ჩააწებეს. ახლა ყველა თუ არა უმეტესობა ასე აკეთებს. Facebook-ზე ხანდახან მაინტერესებს ხოლმე კომენტარებს, რას წერენ. ვიდეო ან ფოტო დევს რომ ფანდურს ვყიდი, ან მინდა ფანდური. და ერთი წერს რომ ერთ-ერთ ოსტატს ფანდურის ქონდა მუცელი იყო გამოთლილი და ტარი ცალკე იყო. კი, სუბთანამუშევარი იყო და კომენტარში პიროვნებამაც იგივე დაწერა. სუბთანამუშევარია, მაგრამ ეგ არ არის მასიური ხის ფანდური. მასიური ნიშნავს რომ ტარი და მუცელი ერთი მთლიანობა უნდა იყოს. ანუ როგორც ტრადიციულად კეთდებოდა, ეგ არის ტრადიციული ფანდურიო. იმასაც ისევ გავიმეორებ. მუცელი დაახლოებით ეს რომ გაჩვენოთ. ამ სიგრძე იყო რომ აქ მერე ღარი ამოიჭრას და ტარი ყუნწით ჩაწებდეს სიმღარში. მან ჩათვალა რომ ეს არ არის მასიური ფანდური. მასიური ხის ფანდური უпроსოვეთ. ანუ აქაც აზრი ორად იყოფა. ყოველ შემთხვევაში ის ერთი ადამიანი ამბობს რომ თუ კი ტარი და მუცელი ერთმანეთშია ჩაწებებული, ეგ უკვე აღარ არის მასიური ფანდური. მაგრამ რას ნიშნავს ზოგადად მასიური ხის საკრავი? საკრავი კეთდება მასიური ხისგან ან ფანერისგან. არ დავიწყოთ იქით პლასმასია თუ სხვა რაღაც მასალები კიდე. ხით გაკეთებულ საკრავს გულისხმობ ახლა. მithქვამს რომ ფანერის საკრავებს აკეთებენ, რადგან მასალა დაზოგონ ესე. მოდი აქაც არ ჩამოვყვები კომენტარს, უბრალოდ არ განვიხილავ, არ ვიტყვი როგორ კეთდება ეს ფანერა, შორს აგუყვანს. და მოკლედ ვიტყვი რომ საკრავი კეთდება ფანერისგან ან მასიური ხისგან. რა გულისხმობა რომ მასიური ხე რას გულისხმობენ? იგულისხმება რომ მუცლის კედელი, მისი სისქე არის თლიანი და არა ფანერა. ანუ დახერხილი არის ხე. ფიცრადგინ ფირფიტები უწოდოთ, ფირფიტებად დახერხილი და შემდეგ იმ თხელი ფირფიტებით არის კლასიკური გიტარა პირობითად რო ავიღოთ. კლასიკური გიტარის მუცელი კეთდება 8 ნაწილის, არა, 6 ნაწილის. ტრადიციულად ესე კეთდება. 2 ცალი ფირფიტა გვერდები, 2 ნაწილი პირისპიცარი და 2 ნაწილი ზურგი. ანუ სულ 6 ნაწილით წერდება მუცელი. ბევრისთვის მithქვამს რომ მასიურში ამას გულისხმობენ, აი ეს არის მასიური ფანდური და არა ის, როგორც უმეტესობას გონია რომ მაინც და მაინც გამოთლილი უნდა იყოს მუცელი, მაგრამ ვერ გავაგებინე. არ უნდათ რომ
გაიგონეს, გაიაზრონ, გაითავისონ. დავინტერესდი უცხო ენაზე როგორ ამობენ მეთქი რომ მასიური, მე რუსულიდან ვიცი. რუსული ვიდეოები მაქვს, ნახე რუსული სტატიები წავიკითხე და იქ ასეა რომ არის მასიური ხე და ფანერა. და მოდი ერთსაც ვიტყვი რომ იგივე კლასიკური გიტარა კეთდება ან მთლიანად ფანერაა, ან გვერდები და ზურგი ფანერაა და პირისპიცარი მასიური ხე, ანუ ხე არის დახერხილი და მასიური ხე არის და კეთდება რომ როცა მუცელიც, ანუ გვერდები და ზურგი და პირისპიცარი ყველა ნაწილი არის მასიური ხისგან გაკეთებული და ამას ქვია მასივ თუ აწერიაო, ესე იგი მთლიანად მასიური ხისგან არის საკრავის კორპუსი გაკეთებულიო. ეს კი ბატონო რუსული გავიგე, მაგრამ აი მაგალითად ინგლისურად რას უწოდებენ მასიურს, ესპანურად, ფრანგულად ისე არის ლამინატი, ლამინატს ამობენ, ლამინატი ფანერა ერთ და იგივეა, ამობენ ლამინატს და მასიური ხე. ანუ იგივე ფანერა და მასიური ხე, მოდი ასე ვთქვათ, ფანერა და მასიური ხე. ინგლისურად მასიურს არ ამობენ, ამობენ solid. Solid რაც ნიშნავს მეთქი ვკითხე მყარი, მაგარი. რატომღაც ეს სიტყვა შეარჩიეს. იქაც ფანერა და solid. ესპანურად არის solid და არის მასიური, ორივე ხმარობენ ესპანელები და იქაც რა თქმა უნდა ლამინატი, იგივე ფანერა. ანუ იგივე რო გავიმეორო. საკრავის მუცელი თუ კი ასე ფიცრებით არის შეკრული, ესეც მასიური ხის ფანდურია. გინდ ჩონგური იყოს იგივე ვთქვათ. ესეც მასიური ხი არის. გნებავთ დაიჯერეთ ეს ჩემი ნათქვამი, გნებავთ არა, თქვენი ნებაა, მაგრამ ეს მასიური ხის ფანდურია. და რა კი ამდენი თქვის მერე მაინც უმეტესობას ვერ დავაჯერე რომ ეს მასიური ხის ფანდურია, გადავწყვიტე რომ ასე ვთქვა, თან ახლა ხო ინგლისური სიტყვებია მოდაში. რამოდენიმე აწელეულის წინ სხვა ენიდან შემოსული სიტყვები იყო მოდაში. ბევრ სიტყვას ვამობდით იმ ენაზე. ახლა ინგლისურია მოდაში, fake news-ები. ქართულად არ ვამობთ, fake news-ია მხოლოდ. არის რეაბილიტაცია, take down-ი, cash-ი და რამდენი სიტყვა შემოყარეს. კიდევ ოკუპაცია, კიდევ კარგი ოკუპაცია გვასწავლეს, თქვენ რა გვეშველებოდა. და რა კი ინგლისური ენა გვესმის, მეც გადავწყვიტე ასე თქვა ხოლმე რომ ეს არის სოლიდური ფანდური. მოდი ახლა მოგასმენინებთ სოლიდური ფანდურის ბგერას. რამე ერთ ნაწარმოებს დაუკრავ. კარგი ხანია ეს, აღარ დამიკრავს, ჩემო ჩიტუნია. კონსტანტინე ჟანალიძე მეხუმრება ხოლმე, ცუდ ფანდურებს აკეთებ, პატარა შეცდომასაც არ გპატიობსო, ეგრევე ჩანს შეცდომა. ეტყობოდა ჩემ დაკრულს. დღეს კი დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.